გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ალ-ჰოლის ბანაკი, სადაც 10,000-ობით ქალი და ბავშვი ცხოვრობს და რომელიც ეგრეთ წოდებულ ისლამურ სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული, ეტაპობრივად აღადგენს ფუნქციონირებას. სირიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ 21 იანვარს ერთკვირიანი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ჩამოართვა კონტროლი ქურთულ ძალებს და ბანაკი დაიკავა. გაეროს ლტოლთა სააგენტოს ცნობით საბრძოლო მოქმედებების გამო ბანაკში ჰუმანიტარული მომსახურება 2 დღის განმავლობაში იყო შეწყვეტილი, თუმცა უკვე აღდგა ძირითადი სერვისები, მათ შორის წყლის, პურისა და სამედიცინო დახმარების მიწოდება. 22 იანვრიდან ჩვენ ეტაპობრივად განვაახლებთ მუშაობას. შევძელით ბანაკში მყოფ დევნილებთან საუბარი და ვითარების შეფასება. სიტუაცია მთლიანობაში მშვიდია. მთავარი მოთხოვნაა ჰუმანიტარული დახმარება პურსა და წყალზე და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის აღდგენა. ზოგი ჰუმანიტარული ორგანიზაცია უკვე ანაწილებს საკვებ პაკეტებს. ამჟამად ალ-ჰოლის ბანაკში დაახლოებით 24,000 ადამიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ქალი და ბავშვია, მათ შორის არიან ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა ოჯახის წევრები. ბანაკში მცხოვრებნი ფორმალურად პატიმრები არ არიან, თუმცა მკაცრად კონტროლირებულ სივრცეში იმყოფებიან. ფინანსური მდგომარეობის გამო ნორმალურად ცხოვრება არ შეგვიძლია. საკვების პაკეტებში ძირითადად ოსპია, ბავშვებს კი აღარ უნდათ ფისიჭამა. ჭირდება დაკონსერვებული პროდუქტები. გათბობა ნაწილობრივ გვაქვს, მაგრამ სიცივე მაინც არის და ბუნებრივი აირის დეფიციტი გვაქვს. გვინდა დაგვეხმარონ და ბავშვებისთვის რეაბილიტაციის სკოლა გახსნან. მათ სჭირდებათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ბავშვები იტანჯებიან, რადგან მათ ტერორისტებს უწოდებენ. თუ ვინმე დამნაშავეა, რა ბრალი მიუძღვით ბავშვებს, ისინი უდანაშაულოები არიან. გაეროს შეფასებით, სირიაში ბანაკისა და მსგავსი ობიექტების გრძელვადიანი პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა და ინვესტიციები, რათა დაბრუნებულმა მოსახლეობამ შეძლოს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სტაბილური შემოსავლის მიღება.